ერთად. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხალხის ისტორიების მოსმენაში გავატარე. ვუყურებდი როგორ იდგნენ ჩემ წინაშე ნერვიულები, შერცხვენილები, ზოგჯერ უიმედოებიც კი. და სწორედ ამ მომენტებში ვისწავლე ის, რასაც არც ერთი იურიდიული წიგნი არ გასწავლის. ყოველი ჯარიმის, ყოველი სამართალდარღვევის, ყოველი შეცდომის უკან ადამიანი დგას. ადამიანი, რომელიც ცდილობს გადარჩეს იმ სამყაროში, რომელიც ზოგჯერ კეთილი სულაც არ არის. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც წლების წინ მოხდა. სასამართლოში მამა თავის პატარა შვილთან ერთად მოვიდა. მას პარკირების ჯარიმის გადაუხდელობას ედავებოდნენ. თითქოს ერთი შეხედვით დიდ დანაშაულთან არ გქონია საქმე, მაგრამ მის თვალებში სირცხვილის განცდა ამოვიკითხე. იგი დამნაშავედ თავს პირველ რიგში საკუთარი შვილის წინაშე გრძნობდა, რომელსაც საკმარის საცხოვრებელ პირობებს ვერ უქმნიდა. ჯარიმის გადახდას შესაძლოა მისი ოჯახი რამდენიმე დღით ულუკმაპუროდ დაეტოვებინა. გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანა მარტივი იყო, მაგრამ გადავწყვიტე მამაჩემის რჩევა გამეთვალისწინებინა და ბრალდებულს უბრალოდ მოусმინე. ჩემთვის ეს ერთ-ერთი პირველი სასამართლო იყო და ამიტომაც არასდროს დამავიწყდება. გადაწყვეტილების მიღების მომენტში მივხვდი, რომ სიკეთე და სამართლიანობა ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე კანონის ენით საუბარი. ამიტომ ვარჩიე უფლებამოსილების გამოყენებით იმ დღეს მამა-შვილი სახლში ბედნიერი გამეშვა. პატარა ბიჭის გაბრწყინებული თვალები ახლაც მახსოვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებისმიერ წესდებაზე მაღლა დგას. სანამ განაჩენს გამოვიტანდი, ბიჭს მიუბრუნდი და ვკითხე: შენ რას ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო? დაახლოებით 6 წლის ბავშვმა ჯერ მამას შეხედა, შემდეგ მომეტრიალდა და მითხრა: გთხოვ, მას მეორე შანსი მისცე. ახლა კი გკითხავთ, თუ ყოველგვარი განათლებისა და სწავლების გარეშე პატარა ბავშვმაც კი შეიძლება იგრძნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემპათია, თანადგომა და ერთმანეთის გაგება, მაშინ ჩვენთვის რატომაა ზოგჯერ ეს წარმოუდგენელი? როგორ შეიძლება ის კანონები, რომლებიც თავად ადამიანის შექმნილია, უფრო მეტს ემსახურებოდეს, ვიდრე სიკეთე და ურთიერთპატივისცემა? არ მჯერა, რომ ჩვენი წარმატება მიღწევებითა და თანამდებობებით იზომება. ჩვენს ცხოვრებას ის მომენტები ქმნის, როდესაც ვირჩევთ, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. დაჯის მაგივრად ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. მამაჩემი უბრალო კაცი იყო. მას სიმდიდრე, ძალაუფლება ან პრესტიჟი არ მოუპოვებია, მაგრამ მიაღწია ყველაზე მთავარს. იცხოვრა როგორც პატიოსანმა მოქალაქემ და ადამიანმა. მან მასწავლა, რომ ყველა ადამიანშია სინათლე. თუ ჩვენ ამის დანახვა გვინდა, თქვენ დაიბადეთ როგორც ადამიანი და ვალდებული ხართ იცხოვროთ როგორც ადამიანმა. ეს კი პირველ რიგში სიკეთეს, ზრუნველობასა და სიმართლის მუდმივ ერთგულებას გულისხმობს.